23 აპრილს დავდგით ჩვენ პამიდორი ერთად. ეხლა აქ ჩანს როგორი პატარა ჭიქილები იყო პატარა ჭიქებში. და თუ გახსოვთ, ღრმად დავდგით 40-ში. ახლა ნახეთ, ამ ხელა გახდა უკვე. ხელი არ გვიხლია მე, არც გაგვითოხნია, არც შეგვისყურებია. არაფერი არ გვითლია. არ გვეცალა, ბევრი საქმე მქონდა, კონცერტი იყო, სტუმრები, რიარია და ხან ტალახი იყო, ხან და ვერ ვქენი რომ სულიყავი ახალდე. და ძლივს ახლა დადგა ამის დრო რომ მოვხედო. მამაჩემმა გამომიგზავნა გურიიდან 3 მეტრი სიგრძის აკაციის სარევი. ახლა მას წაუძვით წვერს. ახლა დადგა დრო. და 3 მეტრის სარევს დაურჯობ. დარგული გვაქვს ერთმანეთთან 80 სანტიმეტრში დაშორებული. აქ მომკვდროებულ ადგილას აგერ ცაცხვი დგას, აგერ ამხელა შენობა, აქედან გლიცინიებია გაბარდული, აქედან ბუჩქებია, იასამნებია, აქედან ზეთისხილებია, სულ ჩაფლულია. მომკვდროებული. ასეთ სიმკვდროვეში კარგად იქნება და გაიზრდება. ეხლა უკვე გავუკეთებთ სარს, ავაკრავთ, გავთოხნით, იმ ორმოს ნაწილობრივ შევავსებთ, რომელშიც იყო მეორე გათოხნაზე კარგად მოვაყრეთ მიწას და ესე იგი აღმოჩნდება, რომ ძალიან ღრმათა ჩარგული და ფესვებზე გაიკეთებს, ღეროებზე გაიკეთებს დამატებით ფესვებს. შევასხამთ პირს და შავი ამანს, ახლა პირველად და აწისულ 2%-იან ვხმარობთ ჩვენ ამ პირს და შავი ამანს ხსნარს, სხვას არაფერს არ ვიყენებთ, სხვას არაფერს არ ვასხურებთ. არგნაკელიან მიწაშია დარგული და ჟიჟასაც მივცემთ ახლა. ჟიჟის დაყენება კი გაჩვენეთ, როგორ გვაქვს დაყენებული 200 ლიტრიან კილაში და სულ ვამატებთ 200 ლიტრიან დიდ ქვაბში. ახლა ამ გათოხნილს გავუკეთებთ სარს, ავაკრავთ, აგერთ რაცენა მომზადებული მაქვს. ესეც გურიიდანა, დავწიწკნით ამას და ასე ამ წვრილი რაცენით დავახვევთ სარზე. ახვეულ პამიდორს შევასხურებთ. ირის და შაბიაბნის წყალხსნარით მივცემთ ჟიჟას. სულ ესა. მერე გაწვიმდება, დაუსველდება ფოთოლი, კიდევ ერთხელ შევასხურებთ. გაწვიმდება, დაუსველდება ფოთოლი, გაშრება შრალზე კიდევ ერთხელ შევასხურებთ. შარშან 22 ჯერ შევასხურებთ კირი და შაბიაბნის წყალხსნარით. კირი და შაბიაბანი ითვლება ბიოლოგიურ მეთოდად. არ არის ისეთი ქიმია, რომ ავნოს ან ნაყოფს და ან მცენარეს. დანარჩენი რომ გითხრათ რაიმე განსაკუთრებულს უკეთებთ, ყვილი იქნება. ნამხრევებს გამოვაცლით. აი ეგ შეკითხვა ხშირად მოდის და ადამიანების უმრავლესობამ არ იცის ნამხრევი რა არის. აი ნამხრევი. აი ნახეთ ფოთლის იღლიაში. ფოთლის იღლიაში გამოვაცლით ამას. აი ამას რამხელა ნამხრევი გაუკეთებია, ნახეთ. აი. ფოთლის იღლიებიდან გამოვაცლით ამ პამიდორებს. თუ საგვიანოდ გინდათ ეს რომ დარგად ჩვეულებრივ მიწაში ფოთლები შეაცალოთ და ეს ნამხრევი დარგად ჭიქაში დაფესვიანდება კიდეც. და თქვენ თვითონ გექნებათ საგვიანო ჩითილი, ასე კარგად ფოთოლს შეაცლით და ასეთი კალამი შეგიძლიათ დააფესვიანოთ. მშვენივრად ფესვიანდება სხვათა შორის ჭიქაში. აკაციის სარია და იმედი მაქვს რომ 2-3 წელი გაძლებს. მამაჩემმა ჩამომიტანა გურიიდან და ძალიან მადლიერი ვარ. ნახეთ, რვიანით შევკრავთ. ეს ნამხრევი ისევ გამოვაცალოთ. არ დაგენანოთ და რვიანით შევკრავთ. აი რვიანი. აი ასე მარყუჟი რვიანი. აი ასე. აი ასე. ეს რვიანი აძლევს იმის საშუალებას, რომ გაწევა რომ მოუნდეს, ცოტა გაიწიოს. ასე შვებ. დავასხამთ ჟიჟას. გაძრული მაქვს ეს 1 ლიტრი 10 litrში გახსნილი, რა თქმა უნდა. კარგად, დავასხამთ. კირი და შაბიამანი მაქვს მომზადებული. ისე კაი მზიანი დარია და კარგად გათეთრდება. კარგად დავასველი. 1-3-4 დღე ვაცლი და კიდე დავასხამ.
თქვენ ჰექტრობით და ტონობით არ მოვყავს სამწუხაროდ და იმ 50 და 100 ძირს, რასაც სათესლეთ ვგავთ და გაჩვენებთ, რომ გეხარბებათ ის ნაყოფები, საიდანაც თესლს ვიღებთ, ასე მოვყავს. სწორად ვაცლით ნამხრებს, კარგად ვთოხნით, ხშირად, ვაძლევთ შაბიამნის და კირის წყალხსნარს ვასხურებთ, ხშირად, გაწვიმდება, გამოიდარებს ვასხამთ და ჟიჟით ვანოყიერებთ. კარგ ნაკელიან ორმოში გვაქვს ღრმად დარგული. სულ ესაა მთელი ფილოსოფია, რასაც ვაკეთებთ. ერთმანეთთან 80 სანტიმეტრში დარგული კარგად უჩრდილავს ერთმანეთს. ნაყოფი კარგად იცით, რომ დიდია, უსაშველოდ დიდი ზომის ნაყოფები აქვს და ძალიან ადვილად იწვის მზეზე. ფოთოლიც ეწვება, ნაზი აქვს სხვა პომიდორებთან შედარებით და ნაყოფიც ეწვება. ამიტომ თუ ფოთლებში იქნება გახვეული, უფრო შეინახება და როცა მწიფდება აგვისტოში, ივლისში, ივლისის ბოლოს აგვისტოში გააჩნია როდის დარგით, მაშინ ძალიან ცხელა ხოლმე უმეტესად ყველგან. ახლა დათესილი პომიდორი ჩითილი აღარ გვაქვს და წელს აღარ გვექნება, რაღაც დროს ჩითილია უკვე ყავის. ახლა დათესილი პომიდორი პირდაპირ ბუდნაში, მიწაში, სარს რო დაარჭოთ, სართან შეგიძლიათ დათესოთ ორი მარცვალი. ახლა დათესილი მოასწრებს ამოსვლას, გაზრდას, აყვავებას და 15 აგვისტოსთვის დაახლოებით ფერისცვალებისთვის. ასე ექნება მწიფე ნაყოფები. უკვე ეს ითვლება, რომ საგვიანოა.